გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჟამად სოფელ მარტყოფში 5 კილომეტრიანი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემები. სოფელ სართიჭალაში კი გზის ორივე მხარეს მოეწყობა 4600 მეტრიანი სანიაღვრე არხები, ასევე 1500 მეტრზე საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. დღეს დავათვალიერეთ და შევამოწმეთ სამუშაოების მიმდინარეობა სოფელ მარტყოფში, სადაც გარდამავალი პროექტია. ეს არის 5 კილომეტრიანი გზა, რომლის 65% დაახლოებით 65% დასრულდება წელს, მომავალ წელს გაგრძელდება დანარჩენი. გზა იქნება ასფალტის საფარით, რომელსაც ორივე მხარეს მოყვება სანიაღვრე არხები. პროექტი დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების სამინისტროდან და გარდამავალია პროექტი და პროექტის დასრულების შემდეგ მარტყოფის მოსახლეობა ისარგებლებს სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით. ასევე სოფელ სართიჭალაში ხდება 4 კილომეტრი სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია, 1500 მეტრი ხდება საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი პროექტია ეს სოფელი სართიჭალისთვის.